მარტივი გამარჯვება სომხეთში. სანიოლმა ახალი ტაქტიკა შემოგთავაზა, კვარას გარეშეც მარტივად გაუსწორდით მეზობლებს, რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი. და გიორგი მიქაუტაძე ტოპ დონეს უახლოვდება. მოკლედ, საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ ერევანში და ცრუცხრიანის სანაკრებო თემით დაგიბრუნდათ. სანამ გადავიდოდი ახლა ამ დეტალებზე, იქამდე პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ წინა ვიდეოს გამო. 1000-ზე მეტი გამომწერი დაემატა კრისტალ სპორტის YouTube არხს და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი მეთქვის. გათამაშება რა თქმა უნდა გრძელდება და ამაზე მოგვიანებით გესაუბრებით. ახლა კი თავარ ლუკმაზე გადავალ, რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში. ის რასაც დიდი ხანი ველოდით არის 4-3-3 თამაში. გულშემატკივრები ექსპერტები მოკლედ ბევრი აღნიშნავდა რომ დრო იყო ცოტა მეტი სითამამე გამოგვეჩინა. უკრაინასთან მარცხით და ფრის შემდეგ დაიწყო საქართველოს ნაკრებში ასე ვთქვათ გადააზრება ჩვენი ტაქტიკის, გაგვშიფრეს, შეგვისწავლეს, ცრუცხრიანშიც ვისაუბრე ეს რა და როგორ მოხდა, შეგიძლიათ წინა ვიდეოებში ნახოთ და უკვე დრო იყო რომ ცოტა რაღაცა ახალი შეგვეთავაზებინა მეტოქეებისთვის. და სად თუ არა სომხეთთან, რომელსაც ძალიან დიდი კრიზისი აქვს, მოსალოდნელი იყო და დაანონსაკეს პრესკონფერენციაზე სანიოლმა რომ 4 მცველი თამაში შეიძლებოდა გვენახა და ვნახეთ კიდეც, ხედავთ გამოსახულებასაც. მოკლედ ეხლა ამ პირველ რიგში რა იყო აღსანიშნავი? დაბრუნდა ნაკრებში ირაკლი აზაროვი, რომელმაც ძალიან მაგად ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, შეტევაშიც და დაცვაშიც აზაროვი იყო თავისი საუკეთესო ვერსია შეიძლება ითქვას რა, სადღაც 90%-ზე ითამაშა. მაგრამ სომხეთი რადონის არის და ცუდ დღეში რო არიან, აი ამან არ უნდა მოგცვეს რაღაცა ეიფორიაში ჩავარდნის საშუალება და ასე თქვა საფუძველი და რატომ შეგვიძლია ვითამაშოთ ასე მსუბუქად და შემტევად? გოგლიჩიძე არის ამის მთავარი პასუხი ჩემი აზრით. ტანმაღალი, თანამედროვე სტილის მცველი, 193 არის მისი სიმაღლე და იმდენად სწრაფია რომ მე პირველ რიგში ვარანს და ვანდეიქს მაგონებს. ამ ტიპის ცენტრალური მცველი ასეთი აღნაგობის არ ყოლია ჩვენ საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია უკვე, ასეთ დამაჯერებელი, აგრესიულად მოთამაშე, თამამად წამსვლელი ვარდნებზე, ბურთის ამომტანი, ძალიან კაი პირველი პასი აქვს და თუ შენ გინდა რომ 4-3-3-ით ითამაშო, ორი მცველიდან ცენტრში მინიმუმ ერთი მაინც უნდა გყავდეს ასეთი დონის და სტილის. ძალიან კაია რომ აზაროვი დაბრუნდა და ფორმაშია, კაია რომ გოგლიჩიძე გამოჩნდა, ყავს ლაცაბიძე, რომელსაც დიდი იმედი მაქვს უკვე თბილისში ვნახავთ კვირის შეხვედრაში და ლოჩოშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. კაკაბაძესაც არაუშავდა, თუმცა მეტის ალბათ ყველაზე მეტად ამ 4 მცველში უფრო მეტი პროგრესის იმედის და სურვილი საითაც გვაქვს არის მარჯვენა მცველის პოზიცია. საყდენ ზონაზე გადავალ ახლა მოკლედ კვეკვესკირი იყო ერთადერთი ალბათ მინუსი ამ შეხვედრაში, რომელიც დავინახეთ, იმიტომ რომ ანელებდა კვეკვე შეტევებს და ამ სწრაფ და მოქნილ სქემაში მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ გაცილებით ძლიერი მეტოქე გამოიყენებს ჩვენს ამ ნაკლს. ივნისში გვექნება ორი ამხანაგური მატჩის ფანჯარა და ეგ უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად სომხეთის სისუსტე, იმიტომ ვახსენე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ 4-3-3-ზე გადავიდეთ და სამომავლოდ აი ჩეხეთს, თურქეთს და ასეთ საშუალო დონის კარგ ნაკრებებს ცოტა გაუხუროთ, დაახლოებით მათი მსგავსი მეტოქეები გვჭირდება გასატესტად ივნისში. სომხეთით და ესტონეთით და გიბრალტარით არ გამოვა არაფრის დატესტვა, იმიტომ რომ მე მოვა ძლიერი მეტოქე და დაგვახევს ბურთს თავზე, ამიტომ აუცილებლად სწორად უნდა გამოვიყენოთ ეს ფანჯარა. ჩვენი ოფიციალური მატჩები უკვე სექტემბრიდან დაიწყება, ეგ ყველას კარგად მოგეხსენებათ. ახლა მინდა რომ ვიდეოების ნაწილზე გადავიდეთ და უშუალოდ ეს პლუსები და მინუსები საინტერესო კუთხით შემოგთავაზოთ. ამ შეხვედრაში მეორე წუთზე იყო ალბათ ერთადერთი შანსი რეალური, სადაც თეორიულად შეეძლოთ რომ გოლი გაეტანათ სომხებს, ის შორეული გასროლა არ ითვლება, იმიტომ რომ მამარდაშვილი ეგეთ ბურთებს 100-დან 99-ს იღებს, ალბათ 100-ვეს. და აი პირველი კადრი ტაქტიკური მინდა განახოთ და დავიწყებ აგერ კიტეიშვილით. მორიგი მასტერ კლასი შემოგთავაზა თამაშის წაკითხვის, ანუ როგორ უნდა გაასწრო ერთი ნაბიჯით მეტოქეებს, ანუ გუნდელებსაც რა. დააკვირდით კადრს, დავკარგეთ ბურთი აქ ქოჩორაშვილმა ცენტრში მიიღო და გადააწოდა ზურიკოს, მაგრამ სტოპკარტს დააკვირდით, სადგას კიტეიშვილი ეს დაიმახსოვრეთ. ცენტრში საყდენის პოზიციაზე. ქოჩორა ცოტათი მაღალ ოდნავ უხერხულ პასს აძლევს ზურიკოს და ზურიკოს მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდა ეს ბურთის დამუშავების პრობლემა, ტექნიკური წუნი. და ამ შემთხვევაშიც უხერხულად მიიღო, იკარგება ბურთი და ეგრევე ორი კაცი მოდის კონტრშეტევაზე სომხების. ჩვენ ვართ 4. მარცხენა ფლანგიდან გვიტევენ, აქ დაცვა ჩავარდნილი არის, იმიტომ რომ ჩვენ უტევდით ამ შემთხვევაში.
დაზღვევაზე გადადის გოგლიჩიძე, მას უკვე აზღვევს კვეკვესკირი, დავითაშვილი და ქოჩორაშვილი აქ მთავარი რა არის, აი ამ მომენტში არასწორად ახდენენ სივრცის შევსებას და მათ გადაზღვევას. ამ შემთხვევაში ცარიელი რჩება ცენტრალური მცველის გოგლიჩიძის პოზიცია, იმიტომ რომ აზღვევს მარჯვენა მცველს და თვითონ გოგლიჩიძეს აზღვევს უკვე ერთ-ერთი საყდენი კვეკვესკირი. და ეს ორი ფეხბურთელი ხედავთ, ანუ არასწორი მიმართულებით მოძრაობს და სომხები ორნი ჯობნიან ჩვენ 4 მოთამაშეს და ანუ საგოლე ეპიზოდი არის თავიდან ბოლომდე. ეს არის თავიდან ბოლომდე ჩავარდნა ამ შემთხვევაში გუნდურად და გავაგრძელოთ ვიდეო კიტეიშვილის საიდან მორბის, საიდან ხედავს და ნუ აქ რო ჩაუქროლა, ყველამ დავინახეთ უკვე მატჩის ლაივში, მაგრამ პირდაპირ ეთერში ესეთ დეტალები ცოტა ემოციური ფონის გამო შეუმჩნეველი არის და იმ დონეზე წაიკითხა ეს მომენტი, რომ არ ვიცი წინა ვიდეოები ალბათ გააქვთ, ნახე ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული, ანუ ბევრს საუბრობ კიტეიშვილზე ძალიან და მოკლედ რა ეს კაცი არის დღემდე შეუსვლელი ნაკრებში და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ასაკშიც გააგრძელებს ამ დონეზე თამაშს. სომხების პრესინგი უკვე გიხსენეთ, პირველ 10-15 წუთში, 20-მდე დაახლოებით მაღალი აგრესიული პრესინგი ითამაშეს, ნუ ვანცხიპის გათვლა ეგ იყო, მაგრამ მაგან თავის დროზე მიქაუტაძე ვერ გათვალა ვინ იყო და რა და მოკლედ. ერთადერთი პრობლემა, რაც გვექმნებოდა, იყო კვეკვესკირის ცოტათი ისეთი ნელი თამაში აზროვნების მხრივ, ანუ რა ის სისხარტე დაკარგა, რაც ადრე ჰქონდა კვეკვეს რა. და აი მორიგ ვიდეოს გავაზობთ, კიტეიშვილი ხედავს აქ მეტოქე ამზადებს პრესინგს და გადაწყვიტა, რომ თვითონ გუნდელთან მოკლე კედლის გათამაშებით გვერდი აუაროს ამ მეტოქის პრესინგს და პრინციპში ამას აკეთებდა კიდეც, ანუ აი დააკვირდეთ ტოპ კადრს რა განიზრახა კიტეიშვილმა, ძალიან მარტივად იყო გასათამაშებელი კედელი კვეკვესკირის მიერ და უბრალოდ რატომ ჩაიფიქრა ეს ქუსლით უკან მოტრიალება და მე დასხლტომა ორ კაცში და ასე შემდეგ არ ვიცი. თვითონ კიტეიშვილსაც გაუკვირდა, აქ იკარგება შემდეგ ბურთი ლოგიკურად და სახიფათო კონცეტება წამოვიდა, რომელიც მცველება შემდეგ განმოხტეს და ამ მომენტში გამოჩნდა, რომ აი ამ სამეულში ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კვეკვესკირში, ანუ სურვილი დატოვა რა, მესამემ რომ მათი სტილის და დონის ყოფილიყო შესაბამისად ცხარტი ფიზიკურადაც და გონებრივი აზროვნების მხრივაც. და კიდევ ერთი ვიდეო კიტეიშვილზე და მორჩეთ ამ შემთხვევაში კიტეს განხილვას ამ ვიდეოში. უკვე მეორე ტაიმში იყო ეს ეპიზოდი, აქაც ანუ პრესინგს ნაადრევად გეგმავს, წინასწარ ხედავს აუტის ჩაწოდების შემდეგ და საიდან მიყვება მეტოქეს, სადავიწროვებს და რა კონჩეტევას იწყებდა რა მომენტში, ანუ 3-1-ზე რჩებოდით, მე დაახლოებით სომხების ცველებთან, მე ფოლი აიღეს და ჯარიმა იყო ყვითელი მიცამ საჯმა. ახლა უკვე გადავიდეთ არდანიშნულ პენალტზე თუ არ მიცემულ წითელ ბარათზე, რომელმაც საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია, ნუ მე მოვიგეთ თამაში და ვიდეო რეფერის ჩარევის ორი ფორმა არსებობს რა. ერთი, როდესაც უკვე ჩეკი ეწერება ეკრანზე, გამოდის, რომ მოწდება პოტენციური წითელი ან პოტენციური პენალტი და მეორე არის რაღაცა ორი წამით ყურში ეუბნებიან საერთოდ არა ფერი გააგრძელეო. პენალტი გვეგონა ჩვენ, როდესაც უყურებდით ლაივში რეპორტაჟს, თუმცა გამეორებაზე მე გამოჩნდა უკვე ახლო რაკურსით, რომ მოასწრო სომხების ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ვარდნის გაკეთება და იყო საჯარიმოს გარეთ, ნაბიჯით დაასწრო რა და უეჭველი წითელი ბარათი იყო ეს, იმიტომ რომ ჩაკვეს წინ არ იყო არც ერთი ფეხბურთელი მეტოქის, არც გასწვრივ მოსდევდა რომ აი რო თქვა რომ ტანს ჩაუდგამდა და რაღაცაო და ანუ ბოლო კაცი იყო რა, ეს იყო ბოლო იმედის ჯარიმა, რომელიც ფასდება წითელ ბარათად. თუ საჯარიმოშია პენალტია. მოკლედ არბიტრმა გადაწყვიტა, ნუ ვიდეო რეფერის ოთახში მსხდომება, რომ თამაში არ გაიფუჭებინათ სტარტზევე, ესეთ რიგითი მორიგი ესეთი მომენტი იყო რა და გაატარეს და პრინციპში ალბათ სწორადაც მოიქცნენ მეტოქის დონიდან გამომდინარე, თორე ეგრევე მოკლავდნენ თამაშს. პრინციპში მაინც პირველ ტაიმში მოკვდა მე რა. ახლა ორი წამის საქმე, კლავ დაალაიქეთ ვიდეო, ძალიან მალე ვავიდეთ 2000 ლაიქზე, როგორც წინა ვიდეოს შემთხვევაში მოხდა და რა თქმა უნდა გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არღილობ ცოცხლიანის გუნდს, შრომა დაუფასოთ. მორიგ ვიდეოზე გადავალი ხან ნაწილზე. ამ შემთხვევაში არის ამოსვლები 4-3-3-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბურთი ამოიტანო ჰარმონიულად. 5-3-2-ში იდეაში ეს არ იყო მთავარი მოთხოვნა ჩვენი გუნდის მხრიდან, იმიტომ რომ არ გაშვებაზე თამაშობდა ინფორმაციის ნაკრები. პირველი იყო ეგ და ასე მივედით ევროპის ჩემპიონატამდე. ახლა უკვე სხვა დროა, სხვა ვითარებაა და სხვა მოთხოვნები გაგვიჩნდა. და ანუ ამ შემთხვევაში რა ვიცი, სომხეთთან კარგად იყო, კადრებსაც ხედავთ, მისაღები არის, ასე ამოტანა ბურთის, მარტივი იყო ეს ყველაფერი, ის რაღაცა პრესინგის ცდილობაც გადავლახეთ, რაც ჰქონდა სომხებს პირველ 15 წუთში და
თუმცა კითხვები მაინც ჩნდება უფრო ძლიერ მეტოქესთან მიმართებით და ამიტომ მოვითხოვე წეღან და ვახსენე ივნისის სამხანაგური მატჩები, იმიტომ რომ ალბათ სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ საშუალოდ ჩვენი დონის და ოდნავ ძლიერ მეტოქესაც შევხვდეთ და გავესპარინგოთ და იქ ვცადოთ ეს გოგლიჩიძე და ასე შემდეგ რა 4-2-3-1-ში როგორ ვითამაშებთ. მივედით უკვე გოლებამდე, პირველი გოლი გავიდა მეტოქის პრესინგის დაკვირვების შედეგად. მე-20 წუთის შემდეგ ვითარება შეიცვალა და უკვე ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მეტოქის შეწუხება ბურთის ამოტანის დროს და დაეტყო ეგრევე სომხეთს, რომ თავარ პრობლემა აქვს მანდ. როგორც კი აწუხებ, ხედავთ კადრშიც, იბნევიან ბრინჯივით რა. არა აქვს ამის ფუფუნება და არც მაღალი ფორვარდი ყავთ, რომ წინ გადაუგდონ და იმან გაუნაწილოს მერე რა. და შემდეგ ერთ-ერთ ასეთ ცდელობაზე, ქოჩორაშვილმა წაუკითხა, აქ წინასწარ გაუთვალა ყველაფერი. ხედავთ აქ როგორ ეცა ეგრევე სომეხ ფეხბურთელს, ართვა ბურთი კიტეიშვილთან ძალიან მაგრად გაითამაშა და უმარტივესად ლამაზად ორსულიანი კომბინაციით გავიტანეთ გოლი. ერთი სიამოვნება იყო ამის ყურება და მეორე გოლი კიდე უფრო მეტი სიამოვნება იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მამარდაშვილის საგოლე პასი ვნახეთ, არ ვიცი, ესეც კიდე როდის ვნახავთ და აქაც სამწუხაროდ შტაბის მიერ ტაქტიკურად მომზადება და მეტოქის გაშიფრვა იგრძნობოდა, იმიტომ რომ სომხეთი ამოწეული დაცვით თამაშობს ხშირად ზოგადად დაბალი დონის გუნდია, მაგრამ დაცვაში ჩაბეტონებულთა კატეგორიას არ მიეკუთვნება სომხეთი არასდროს, სხვათა შორის. ყოველთვის ეგეთი გუნდი იყო რა, გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. და მიქაუტაძე შეიპარა მეტოქის დაცვის ზურგს უკან, ამოწია თავისი თავი თამაშგარე ზონიდან, ასე ვთქვა და მამარდას გადაკიდებული და შემდეგ უკვე რაც მოხდა, აქ მიქაუტაძეზე მინდა გელაპარაკოთ, აქ როგორც შეასრულა და რა დაინახა და რა განიზრახა, ჩაიფიქრა ერთი თავი გახედვით და მოძრაობით, რომ ყველა დააბნია. და ბოლო პერიოდში რასაც ჩადის მიქაუტაძე ლიგა 1-ში და ევროპაში, ძალიან ახლოს არის ტოპ დონის 9 ნომრობასთან მიქაუტაძე. აი, ლივერპულები და ეგეთი დონის გუნდები რო დაინტერესდებიან და 60-70 მილიონს გაისვრიან დაუფიქრებლად, აი მაგასთან არის ერთ ნაბიჯში და ამ სეზონს თავისუფლად შეუძლია რომ ზაფხულში მიქაუტაძე სწორედ აი ეგეთ სიმაღლეს დააყენოს სატრანსფერო ბაზარზე და ვეღარ ვითქმენთ უკვე რომ ისე გვინდა სოლო ვიდეო შემოგთავაზოთ ჟორჟზე, როგორც ჩაკვეს შემთხვევაში იყო და თავისი ტრანსფორმაცია და განვითარება მთელი გზა შემოგთავაზოთ. მესამე გოლზე ხარ ამინდა გითხრათ რომ აი მაკედონიასთან რო ბუდუმკვარას გაუგორა ცარიელკარში ეგეთი ვაიბები მოიტანა და ეს ემოციები გააცოცხლა, აქაც ჩაკვე და ჟორჟი იყო ამ შემთხვევაში. კონტრშეტევებზე რომ მაგრები ვართ, სანიოლმას აღნიშნა ეს და ჩვენთვის როგორც თევზის წყალში ისე ვიყავით, წამოვიღეთ და აქ ჩაკვეს შეიძლება რომ თვითონ დაეტყო და გაეტანა, მაგრამ ანალოგიური რამ მოხდა, რაც მაკედონიასთან გააკეთა ბუდუმ და გაატარინა კვარას. აქ იგრძნობა გუნდურობა, ერთი ოჯახი რო ვართ, ნული ეგოიზმი და 100%-იანი გუნდურობა. არ ვიცი, ეს არის მისაბაძი და ძალიან სასიამოვნო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს ესე ცოცხლად ხედავ იმ უბედური წლების მერე, რაც 20 წლის წინ და ასე შემდეგ. მე და ჩემმა თაობამ გავიარეთ და უფროსებმაც. ვიდეოების ნაწილი ამოიწურა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დასცხეთ, გამოუშვით ყველაფერი, რა მოგეწონათ, რა დაგაკლდათ, რაში მეთანხმებით, რაში არა, ასე შემდეგ და ეხლა ორ თემას მინდა შევეხო, ესე მოკლედ კონკრეტულად რა და ამით დავამთავრებ, დაველოდოთ უკვე თბილისურ შეხვედრას. ხო, კაპიტნის სამკლაურზე მინდა ვისაუბრო და ქოჩორას ძალიან მაგარ კომენტარზე და შეფასებაზე ყველაზე მეტად ვინ თუ არა კიტე იმსახურებდა კაშოს შემდეგ კაპიტნის სამკლაურსო აღნიშნა და ჩვენ ბიჭებში რა მივასწრებ, რა მისწორდება ყველაზე მეტად რომ იმდენად ძმაკაცური და მეგობრული და ოჯახური გარემო არის მისაბაძი რომ ეს რაღაცა ეს პოლიტიკური დაყოფა და ისინი რო აქვთ რა ჩვენ უბედურ ქვეყანაში ორივე მხრიდან რო ცდილობენ რომ ვიღაცებს იარლიყები მიარტყან და ეს რატო არის კაპიტანი და რაღაცა პარტიული ნიშნით მისცეს ძმა ამას და რაღაც ანუ ასეთ რაღაცებში ჩვენი ბიჭები საბედნიეროდ არ ეხვევიან და არ იხლართებიან და კიდევ ერთხელ ვამბობ გუშინ უკვე აი შუაღამით რომ ამ დღევანდელ ვიდეოზე რომ მუშაობდი ეგ ვიდეო ამომიგდო ქოჩორასი და აი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეგეთი შეფასება მისცა და ესე სანიმუშოდ სამაგალითოდ მოიქცა და რავი ძალიან ლოგიკური იყო რომ კაშიას არ ყოფნის შემთხვევაში კიტეიშვილმა გაიკეთა კაპიტნის სამკლაური ესიანა ჩვენ ნაკრებში და ბევრგანაც ზოგადად ასაკი დამსახურებები მატჩების რაოდენობა და ასე შემდეგ ანუ რა ქოჩორას დროს მოვა დარწმუნებული ვარ ამაში ისეთი მენტალიტეტის და ხასიათის მქონე ფეხბურთელია რომ ადრე თუ გვიან მასაც მოუწევს კაპიტნის სამკლაურის გაკეთება და მოდი ნუ
დავჭამთ ერთმანეთს და დავაჭმევინებთ ბოროტ ხალხს და დავაყოფინებთ ჩვენს ნაკრებს რა ჩემით შევა იქნება ეგ ამ ბიჭებს გაყევით და ისეთი ერთიანები იყავით როგორც საქართველოს ნაკრები არის აი სანიოლის ხელში. მეორე რაც მინდა ეხა გითხრათ არის პერსპექტივის ამბავი რა ანუ პესიმიზმს ვერ ვიგებ ბევრი ადამიანის რა რატომ შეიძლება ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი და რატომ არ უნდა გქონდეს უფრო მეტი იმედი მომავალში გუშინ მაგალითად თითქოს ჩვენი მათთვის პარალელურად იყო უკრაინამ რომელსაც აი ნახეთ ხო ბოლო ორი მატჩი როგორ ვაჯობეთ და ის ზღაპარში მოგვიგეს აქ ბათუმში მე ფრედს არ ვიცი ანუ ორივე თამაში 4 ხულა უნდა აღვიღოთ ჩვენ 6 თუ არა და აიღეს უკრაინელებმა არა იყო ჩვენი შეცდომების ბრალი ინდივიდუალურის მეტოქემაც რა თქმა უნდა არ დააკლო მაგრამ მეტწილად 60% სადღაც ანუ ჩვენ გაუჩალიჩეთ ჩვენს თავს რა და ეს უკრაინა ეხა ადგა წავიდა და ბელგიას მოუგო 3-1 ლუკაკუ, დებრუინი, ტროსარი, კურტუა ამ ბელგიას კი რა თქმა უნდა ჩავარდნა აქვს და კვდება ამათი უკროს თაობა მაგრამ არ ვამბობ რომ ხვალ და ზეგ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ეს მაგრამ შეგვიძლია ჩეხეთსაც მოუგოთ, თურქეთსაც, პორტუგალიას მოუგეთ რატომ არ უნდა მოუგოთ ბელგიასაც ხო? ფეხბურთს ზოგადად ახასიათებს ეგეთი რამე ისეთ ჩანს გაძლევს რომ სხვა სახეობებში სპორტის თითქმის შეუძლებელია რომ ნახო რა ანუ პერსპექტივა და იმედი ფეხბურთში რო არის ამ დოსი და არ არის არსად და ამ ორ რამეს ჯიუტობაც მაგრად ახასიათებს რა ამიტომ რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ გეძლევა წარმოდგომის შანსი და არ ვიცი მე პირადად იმედი მაქვს და ამ პერსპექტივას ხედავ და ვინც არ მეთანხმება ანუ მეორე ქუჩა არის იქეთ შეგიძლიათ იქეთ ხარეს გადახვიდეთ და რავი ამ ბიჭების მაგრად მჯერა და ოცნების კოშკები არ უნდა ავაგოთ, არ უნდა ვიფრინოთ, პირველ რიგში ამას გეტყვით, სომხეთთან გამარჯვება არ ნიშნავს არაფერს ბევრს, მაგრამ მე ვამბობ, რომ პერსპექტივა გვაქვს 4-3 თამაშით, უკეთესი შედეგების მიღწევაც შეგვიძლია და ამ ყველაფერს ნელ-ნელა ცოცხლიანი გაყვება. თქვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ კიდევ ერთხელ, როგორც დაკვირდით, მეორე სანაკრებო მატჩსაც ცალკე განვიხილავ, თქვენი თხოვნები გავითვალისწინე ამჯერადაც და თითოეული მატჩის შემდეგ ცოცხლიანი ყოველ მეორე დღეს სანაკრებო მატჩის შემდეგ დაიდება. მოკლედ დაელოდეთ ორშაბათ დღეს, კვირას რავი გნახავთ, ბევრ თქვენგანს თუ გაქვთ, თუ მოახერხეთ ბილეთების შეძენა, დინამოზე შეგხვდებით და აუცილებლად გათამაშება ისევ აქ არის. წინა ვიდეოს შედეგები ფანტასტიკური იყო. მადლობა კიდევ ერთხელ და რავი მოკლედ რო გვაქვს მომდენო ვიდეომდე, მაგრამ რავი შეგიძლიათ რომ 2000 ლაიქზე ძალიან მალე აიყვანოთ ამ ორ დღეში. პრობლემა არ არის. წესები უცვლელი არის. 2000 ლაიქზე ადის ვიდეო, ირთვება გათამაშება, დაწერეთ კომენტარებში, იმსჯელეთ, ნებისმიერი აზრი დააფიქსირეთ ამ მატჩთან დაკავშირებით. შემდეგ მე დავჯდები და 20 თქვენგანს ავარჩევ და 20 თქვენგანი მოიგებს ნებისმიერ მაისურს ჩვენი პარტნიორის რეტრო სახლის დახმარებით. ვიხვალთ რეტრო მაისური ნაკრების კლუბის სულ ერთია. აარჩევ და ეს მაისური იქნება თქვენი უმარტივესი წესები. მოკლედ ეს იყო დღეისათვის სულ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, დროის დათმობისთვის და ორ შაბათს დაგიბრუნდებათ სრულწლიანი. აბა მაგრად.